თბილისის ერთუბანში 3 წლის წინ პატარა ფეხბურთელებისთვის კლუბი შეიქმნა. ამ კლუბის მთავარ მწვრთნელს ეს იდეა მაშინ გაუჩნდა, როცა ფეხბურთის თამაში მისმა შვილმა გადაწყვიტა 7 წლის ზიზუმ. კლუბი ნელ-ნელა გაიზარდა და ახლა უკვე 12 პატარა ფეხბურთელს აერთიანებს. ამ გუნდს ქვია ძმები რა. აი მე მაგრამ მიყვარს რა ფეხბურთი. მოვწონა ყოველთვის ეს სპორტი. და მამაჩემსაც. მამაჩემი არის ფეხბურთელიც. და ჩვენი მწვრთნელია. და ასე ჩვენი მწვრთნელია, მამაჩემი. ჩემი შვილიც უკვე ისეთ ასაკში იყო, რომ უკვე უნდა დაეწყო ფეხბურთს თამაში და გადავწყვიტე, რომ შემოვხდა ბავშვთა საფეხბურთო კლუბი, სადაც შეძლებდნენ ბიჭები მოსულიყვნენ და ევარჯიშათ. მინდოდა თავიდანვე, რომ ისეთი გარემო ყოფილიყო, სადაც ბავშვებს ექნებოდა თბილი დამოკიდებულება და მეგობრული ერთმანეთის მიმართ. სწორედ ამიტომ შევარჩიე სახელი ძმები, რომ აი ეს ბიჭებს ესეთი დამოკიდებულება ქონოდა ძმური ერთმანეთის მიმართ და დღესდღეობით ნამდვილად ვამაყობ ჩემი ბიჭებით. ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მამარდაშვილი, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი მიქაუტაძე. ეს ის ფეხბურთელებია, რომლებიც პატარა გუნდის მოთამაშეებს ყველაზე დიდ მოტივაციას აძლევენ. და თუ კი ადრე მათ მესისა და რონალდუს მაისურები ეცვათ, ახლა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების მაისურებით იწონებენ თავს. პატარების გუნდის მწვრთნელი შაკო კუპატაძე ამბობს, რომ დღეს სკოლის ასაკის ბავშვებში ფეხბურთი ძალიან მოთხოვნადი გახდა. საგრძნობლად მომრავლდა საფეხბურთო სკოლები თუ კლუბები თბილისსა და რეგიონებში. მწვრთნელი ამას საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებით ხსნის. 10 წლის ასაკის ფეხბურთელები ძალიან მოტივირებულები არიან. ისინი კვირაში 3-ჯერ, ძირითადად საღამოს საათებში ვარჯიშობენ. მიუხედავად ცივი ამინდებისა, ვარჯიშების გაცდენა არ უყვართ და ბოლომდე იხარჯებიან. ჩვენ რომ მოვდივართ რო დავარტყათ რა თქმა უნდა გაგვეჭიმება პახები და ჯერ ვახურებთ და ანუ ვცდილობთ რომ არ დავარტყათ კარში და ანუ ხან კეწლით ხან დრიბლინგზე ვარჯიშე და ასე შემდეგ. ჯერ ანუ ვარჯიშობს პასებზე, დარტყმებზე, კვადრატზე, ეგეთ რაღაცეებზე და სულ ბოლოს კაი გემრიელი ფეხბურთი. გვიან დამიწერია ხოლმე ვარჯიში, იმიტომ რომ სხვა რამეზე ვიყავი დამოკიდებული და თვითონ აქტიურობენ ხოლმე, რომ ხო გვექნება ვარჯიში და ხო ვივარჯიშებ დღეს და ძალიან მონდომებულები. ყველას აქვს აბსოლუტურად პროგრესი, აი მომენტიდან, როდესაც დავიწყეთ დღევანდელ დღემდე, აბსოლუტურად ყველას აქვს პროგრესი და ამ პროგრესს რო თავადაც ხვდებიან, უკვე მეტად და მეტად უყვარდებათ ფეხბურთი და ნამდვილად ჩემთვის ეს ამაყო არის, რომ ცოტაოდენი მაინც შევძელი და ბავშვებს ვასწავლე, ყოველ შემთხვევაში შევაყვარე მაინც ფეხბურთი. მწვრთნელი ამბობს, რომ მის გუნდში ვარჯიში სულ უფრო მეტ პატარას სურს და მათ ამ გატაცებას მშობლებიც დიდი ყურადღებით ეკიდებიან. კლუბ ძმებში ადგილები უკვე შევსებულია. მიუხედავად დიდი სურვილისა, შაკო კუპატაძე 12-ზე მეტ ბავშვს ვერ ავარჯიშებს. ამისთვის არც შესაბამისი სტადიონია და არც საფეხბურთო ინვენტარი. დამატებით სამწუხაროდ ვერ ვიმატებთ მოედნის ზომებიდან გამომდინარე, თუმცა სურველები არიან, თან სურველები არიან სხვადასხვა ასაკის. ხშირად მოდიან ხოლმე მშობლები, რომ უნდათ რომ დავამატოთ ფეხბურთელი, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვიმატებთ. კლუბ ძმებში მხოლოდ ფეხბურთს არ სწავლობენ. როგორც გუნდის პატარა წევრები ამბობენ, მათ ერთად თამაშისას დიდი მეგობრობაც ისწავლეს. მეგობრობთ და ყოველთვის ვართ ძმურად და თამაშებზე ყოველთვის ძმურად გავდივართ და პატივს ვცემთ მოწინააღმდეგეს. შაკო და პატარა ფეხბურთელები აგრძელებენ შრომას და როგორც მწვრთნელი ამბობს, ამ შრომასთან ერთად მათი პროგრესიც თვალსაჩინოა. პატარა სპორტსმენებმა უკვე დაიჯერეს, რომ ნამდვილად შესაძლებელია საქართველოს ნაკრების მაისურით თამაში და დიდი საფეხბურთო მწვერვალების დაპყრობა, ისე როგორც ეს კვარამ, მამარდამ, ბუდუმ, ქოჩორამ და სხვა მათმა გმირებმა შეძლეს.